დაუბრუნდით ვერფასო ტელემაყურებლობა პირდაპირ ეთერში შემოგიერთით გადაცემა შუადღე ქუთაისშიც გრძელდება როგორც დააკვირდით სტუმრებთან ერთად დაგებრუნდით ასე რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ გადაცემის სტუმრები საპროდიუსერო კომპანია ჯადოსნურ ხმებთან არსებული ქალაქ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნომერ 1 სასწავლებლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი პირიმზეს ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო სილაგაძე რომელსაც მე აქვე მივესალმები შუადღე მშვიდობისა ნინო ძალიან მიხარია რომ ხართ ჩვენთან თან პირველად იმყოფებით, ასე რომ იმედი მაქვს თქვენს წარმატებებშიც რაღაც წვლილს შევიტანთ, ანუ ეს აურა, რომელსაც ვახვედრებთ ხოლმე ჩემს ვირფას სტუმრებს, იმოქმედებს თქვენსაც დადებითად და შემდგომშიც არაერთი წარმატება დაირიცხება თქვენს პირად აქტივზე. ბედნიერ დღეს გისურვებ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ანსამბლ პირიმზეს პროდიუსერი, საქართველოს ხელოვანთა კავშირის წევრი, მოზარდ და მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი და მუსიკოსი ქალბატონი მაკა ტრაპაიძე, რომელსაც აქვე მივესალმები. მეც ასევე მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ხართ გადაცემის სტუმარი, ძალიან კარგად მახსოვ ხართ დაახლოებით. ერთი წელი გავახო თქვენი პირველი ვიზიტიდან, როდესაც ბრძანდებოდი, ძალიან დამამახსოვრეთ თავი, ასე რომ მიხარია რომ თქვენი ენერგიები აი ამ წვიმიან და ნოსტალგიურ დღეს შემოიტანეთ პირდაპირ ეთერში. უღრმესი მადლობა. ეთერს წარმატებების შესახებ გვიამბობთ, ეს წარმატებები კი ნებისმიერ ადამიანს მისცემს мотиваციას. იბრძოლოს და თავის საყვარელი საქმისთვის, მოკლედ არ დაიშოროს ძალისხმევა და იყვნენ უფრო წარმატებულები და მოტივირებულები. მიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად, ასე რომ მოგესალმებით კიდევ ერთხელ შუადღე მშვიდობისა. ჩვენც ასევე. ალბათ ლოგიკურად მიხვდნენ ჩემი ძვირფასი ტელემაყურებლები, რომ უნდა ვისაუბროთ ფოლკლორული ანსამბლ პირიმზეს შესახებ, მათი წარმატებების შესახებ. რამოდენიმე დღის წინ დაბრუნდით ხომ ერევნიდან, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით, წარმატებებით, ასე რომ ვიდრე უშუალოდ წარმატებებზე და ამ ფესტივალზე ვისაუბრებთ, ნინო ძალიან კარგი იქნება ალბათ ანსამბლ პირიმზეს შესახებ. ძალიან მოკლედ გვიამბოთ, რომ წარმოდგენა გქონდეს ვის შესახებ საუბრობთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით, მოგვიწვიეთ, ჩავთვალეთ ღირსად, რომ ჩვენი ანსამბლი გაგეშუქებინათ, უდიდესი მადლობა ამისთვის. მინდა გითხრათ, რომ ანსამბლს საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს შემოქმედებით გზაზე. დაახლოებით 26 წელია არსებობს. თავდაპირველად 10 წლის მანძილზე ის ატარებდა თამარიონის სახელს, ხოლო და მოღვაწეობდა წყალტუბოს რაიონში. წყალტუბოს რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მომკა ჩხეტიანის დახმარებით, შეწევნით, მხარდაჭერით. აქტიურად იყო ჩართული კერძოდ ვარციგესის საჯარო სკოლა და გეგუთის საჯარო სკოლა. ხოლო ბოლო 12 წელია უკვე უფრო გაფართოვდა, გაძლიერდა მამა ნიკოლოზის ლოცვა კურთხევით, შეწევნით და ჩაერთო აქტიურად ქალაქ ქუთაისის რესურს ცენტრის საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული მრავალი საჯარო სკოლა. კერძოდ მინდა აღვნიშნო მთელი სულით და გულით ეს სკოლები მე-11 საჯარო სკოლა, მე-5, 36, 30, მე-14, მე-5, 21 და თავად გოგებაშვილის სახელობის ნომერ 1 საჯარო ძალიან დიდი ოჯახი ხართ ხო უკვე შეიძლება ყველა ხელმძღვანელს დირექტორს მინდა უღრმესი მადლობა მოუხატო რომ ისინი უბიძგებენ მოსწავლეებს რომ ამგვარ თვითშემოქმედებით კოლექტივებში ჩაერთონ ეს ერთგვარი განათლების მიმცემი იქნება იმ კუთხით რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა არა მარტო ხალხური საკრავების შესწავლა და ფოლკლორის ხაზით განვითარება არამედ მეგობრობა ისწავლონ ურთიერთობა ისწავლონ აი გასვლების პერიოდში ისინი უამრავ ქვეყნებს ხვდებიან და მათ კულტურას სწავლობენ გაფართოებული თვალებით უყურებენ და მერწმუნეთ რომ აი როდესაც მე მათ ყურთა სმენით ვუგდებ ყურს ეს აშკარად იგრძნობა მათგან და მე გული ბედნიერებით და სიხარულით მევსება თუ ცოტა მაინც წვლილი შემაქვს ტოლერანტი ადამიანების და პიროვნები ჩამოვაყალიბოთ ფოლკლორი და ხელოვნება უფრო მეტია ხო ვიდრე მუსიკა რა ვიცი ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოადგინოთ ნებისმიერ კონკურს ფესტივალზე ეს იქნება შიდა საკონკურსო და საქართველოს მასშტაბებით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი მადლობა მაკა, რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით ყავაც. ნინო უკაცრავად ქალბატონო მაკა, გადმოვინაცვლებ თქვენთან ხო? ძალიან დიდი პატივია რომ მას პინძლობთ, სწორედ თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ხართ ენერგიის ესე ვთქვათ უშრეთი წყარო და ალბათ ძალიან დიდი პატივი უნდა
ნებისმიერი ადამიანისთვის და ნებისმიერი ანსამბლისთვის თუ კი თქვენთან რაიმე ტიპის კავშირი ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი პატივი ალბათ თქვენთვის, როგორც უბრალო რიგითი მოკვდავისთვის, როდესაც შეგიძლიათ ჩვენი ფოლკლორი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია, მათ პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანოთ და ახალი თაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ეზიაროს აი ამ საგანძურს და მით უმეტეს თუ გაქვთ საშუალება ეს ყველაფერი ვაჩვენოთ საქართველოს ფარგლებში. ანუ თქვენთვის რამდენად საპასუხისმგებლობა და რამდენად პატივია, რომ გაქვთ შესაძლებლობა მოკლედ გზა გაუკაფოთ ესეთ ადამიანებს. თქვენი მცირე წვლილი შეიტანოთ. კი ბატონო, მოგახსენეთ. წერან ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ ვცდილობთო წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ფოლკლორი ნებისმიერ საერთაშორისო ფესტივალზე. კი არ ცდილობენ, არამედ გამოსდით. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოსდით საკმაოდ წარმატებულად და კარგად. არაერთხელ ყოფილა ანსამბლი პირიმზე, სხვადასხვა კონკურს ფესტივალზე, მაგრამ ყველაზე ესეთი განმასხვავებელი ამ ანსამბლისა არსებულ ანსამბლთაგან მე ვიტყოდი და ასე ვთქვათ კოზირი არის ის, რომ ანსამბლი პირიმზე ქალბატონ ნინოსთან ერთად არასდროს არ წყვეტს ურიგო სვლებს. ურიგოს რიგით სვლებს, უფრო სწორედ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებაში, თუ ის არის ღირებული. თუ ღირებულია, თუ მომტანია რაღაცის, თუ პერსპექტივას შეიცავს და თუ მასტიმულირებელია მოზარდისთვის, რომ უფრო განვითარდეს. აი ამ ნიშნის გამო, აი სწორედ ამ ნიშნით შევარჩია, ასე ვთქვათ, და თვალი დავადგია, ასე ვთქვათ, ანსამბლ პირიმზეს, რომ მომეკიდა ხელი პირიმზე საგარეო თანამშრომლობა გაკავშირებთ. დაახლოებით 12 წელია ჩვენ თანამშრომლობთ, მეტად ნაყოფიერად და მე იმედიანად გრძნობ თავს, რომ ის ანსამბლს აყენებს სწორ გზაზე და ყოველთვის აქვს მას გეზი მოზარდი თაობის სწორი სავალი გზით იარონ განვითარების გზას, განვითარების მიზნით. დიდი პოზიტივი შემოაქვს ყოველთვის. დიდი სიყვარული ქალბატონო ნანა, მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ ეს იყო მიზეზი, ეს ფაქტორები იყო განმაპირობებელი იმისა, რომ მე მოვკიდე ხელი ფოლკლორული ანსამბლის პირიმზე საგარეო საქმეების მართვას, ასე ვთქვათ. ხოლო საშინაო საქმიანობა, შიდა სამზარეულო, რეპერტუარის დისციპლინა და ასე შემდეგ უკვე ეს ყველაფერი არის ქალბატონი ნინო, ანუ აი ესე ერთობლივი ძალისხმევით, უძღვებით, თავარია რომ სწორ რელსებზე, სწორი მიმართულებით დავაკვალიანოთ მოზარდები და ჩამოვუყალიბოთ მათ გემოვნება. გემოვნება ჩამოუყალიბდებათ მხოლოდ და მხოლოდ აი განსაკუთრებულ არარიგით კიდევ მეორებ ღონისძიებებში მონაწილეობით. ისინი კარგად გაარჩევენ შავსა და თეთრს, კარგად გაარჩევენ ყველაფერს და შეისწავლონ არა მარტო საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ტრადიცია, ჩვენ ლექციური ხასიათიც გვაქვს რეპეტიციაზე, წარსული, აწმყოზეც ვისაუბროთ, მაგრამ თავარი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდობამ იცოდეს სხვისი ქვეყნის კულტურის დაფასებაც, მოსმენაც, აღქმაც, რაც მე მგონია პრიორიტეტული არის და თავარია დღევანდელ საზოგადოებაში, რომ მოსწავლე იყოს უფრო აქტუალურად ჩართული. ესე ვფიქრობთ. და როგორ რა პრინციპით შეარჩიეთ ხო ერევანი? და როგორ მოხდით ზოგადად აი ამ ფესტივალს? არა ერთხელ სტუმრობს ერევანი საქართველოს კონკურს ფესტივალებზე და მოხდა ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთ დათვალიერებაზე მონიშნა და გულითადად მიგვიწვიეს საქართველოს სახელით. ძალიან გამიცდიდით. და არა შემთხვევით ხო? არა შემთხვევით. ესეც საგულისხმოა. ვღელავდით, როდესაც შენი ქვეყნის სახელი გაგავს ფარგლებს გარეთ, ამას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და მე მგონი შევძელით, რომ ამაყები ვიყავით, როდესაც ცხადდებოდა არა მარტო ჩვენი ანსამბლის სახელი, არამედ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, როცა ჟღერდა, ალბათ მაქსიმუმ თელი სხეული კრთოდა. რომ შევძელით და ასეთი პატარა ბავშვებმა ეს შეძლეს. არ არის დიდ ასაკზე გათვლილი, მაქსიმუმი არის 16-17 წლის და მინიმუმ არის 4-5 წლიდან. საინტერესოა. ხო, აი ეს პარალელურად შეგვიძლია ხო ვიდეო მასალაც მოგვიტანეთ და ვიხილოთ და შეგვიძლია კომენტარიც გავაკეთოთ თუ სად ვიყავით, სად იყო ანსამბლი დაბინებული, აქტივობებში იყო ჩართული და ასე შემდეგ.
პარალელურად ვისაუბროთ აგრეთვე ახსნათ ხო ვიდეოების მეშვეობით უფრო კონკრეტულად გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ მაკათ კონფერენციების გითხარით აბა გითხარით ქალბატონო მაკა სად ვიმყოფებით აი ჩემი ემოციები და არა მხოლოდ ჩემი ემოციები და ამის მთელი ანსამბლის ემოციები აგერ ქალბატონი ნინოც ინტერვიუს მადლობას უხდის კურორტ წახკაძორსაც გახლავთ სომხეთის ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი წახკაძორი სადაც დღემდე დსთ-ის ქვეყნების ოლიმპიური შეკრებების ბაზაა საკმაოდ ცნობილი კურორტია ვიმეორებ და ჩვენი ბავშვები მონაწილეები სწორედ აი ამ კურორტზე იყვნენ დაბინავებული 2 დღეღამის განმავლობაში ხოლო თავად ფესტივალი ქალბატონო ნანა თავად ფესტივალი უკვე ერევნის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში რესპუბლიკის მოედანზე ერევნის გულში მე ვიტყოდი ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა აი სწორედ ის კადრებია თუ შეიძლება ხმაც რომ მივცეთ განვაგრძოთ იმიტომ რომ აქ ბავშვები დამოხატავენ ემოციებს და თუ შესაძლოა ხმაც ეს გახლავთ გავბრუნდით კლავაც ასე შეიძლება ქალბატონო ნანა ეს გახლავთ გრიგორიანული ტაძარი ჩვენც მოგზაურობთ რა თქმა უნდა ეს გახლავთ წახკაძორში არსებული გრიგორიანული ტაძარი უძველესი კეჩარისის სამონასტრო კომპლექსია ეს ეწოდება ბავშვებმა საბაგირო ტრასის მონახულების შემდეგ უკვე დაათვალიერეს ეს კეჩარისის სამონასტრო კომპლექსი და ძალიან ისიამოვნეს მინდა გითხრათ. გარდა იმისა, რომ ვასახელეთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ფოლკლორი, ესე რომ ვთქვათ, გავიტანეთ საქართველოს ფარგლებში. აქტივობებიც იყო 2 დღე საინტერესო. რა თქმა უნდა, იყო ეს ასე. დიდი შტაბ-ჭრილებებით ჩამოვიდნენ, არა მარტო ბავშვები, მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და მე თქვენი ეთერიდან მინდა მათ უდიდესი მადლობა მოუხადო. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მისია ის არის, რომ ერთად ვიბრძოლოთ წარმატებისთვის მასწავლებელმაც, მშობელმაც, მოსწავლემაც და აი ეს ურთიერთთანამშრომლობა შექმნის უდიდეს წარმატებას და მათ უდიდესი მადლობა, რომ შვილებს ასეთ კარგ საქმეს ასწავლიან და თავისი წარმატებები რამდენად განაპირობებს მოტივაციის ამაღლებას, როგორც ბავშვებში, ასევე როგორც ბრძანეთ მათი მშობლები. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი მოტივაციის შემქმნელი, როცა ბავშვი ნახულობს ამ გარემოს, ნახულობს წარმატებას, ის თulis რომ ჩემ შრომას ფასი ედება და ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადმისკენ უბიძგებს, რომ მეტი შრომოს, მეტი ჩადოს ენერგია და ღრმად წამს, რომ ის მას ამას დაუფასებენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსარწყავად. ისე როგორც ჩვენთვის ხელმძღვანელებისთვისაც და ბავშვისთვის ეს ყველაზე მთავარია და მშობლისთვის ხო ეგ არის ბედნიერება. როდესაც მისვეს ხედავს წარმატებულ გზაზე. ქალბატონო მაკა ჟიურის წევრებსაც ვისაუბროთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ესე იგი ჟიურის წევრები გახდნენ რესპუბლიკის დამსახურებული სახალხო არტისტები სომხეთის სრულიად. სახელგვარების ზეპირადესე არ მახსოვს მათი თუმცა ჩანიშნული მაქვს და ყველაფერი ხა ამ წუთში სახელგვარები არ მახსოვს მაგრამ ფაქტია რომ იყვნენ რესპუბლიკის სახალხო არტისტები და ფაქტია რომ ესე იგი ნამდვილად ობიექტურად წარიმართა ყველაფერი და ის ფუნქციები წარმართეს ობიექტურად რაც მათ ევალათ ნანა იმიტომ რომ საქართველოსდან როგორც ორკესტრი, ხალხური საკრავთა ორკესტრი, ეს ერთადერთი ჟანრი იყო განსხვავებული. იქ მიდიოდა ცეკვები, იყო სიმღერები, მაგრამ სრულიად განსხვავებული ჟანრი, ეს გახლდათ ფოლკლორული ანსამბლი. პირიმზე ხალხური ორკესტრის სახით, რომელთაც ჰქონდა წარდგენილი არა მხოლოდ ინსტრუმენტული, არამედ ვოკალურ ინსტრუმენტული რამოდენიმე კომპოზიცია და ანსამბლი, თითოეული ანსამბლი ფასდებოდა ზოგადი იერსახით, ზოგადი კრიტერიუმებით, ზოგადი დონით ფასდებოდა. ამისათვის კი არ იყო საკმარისი მხოლოდ ერთი ნომრის წარდგენა. და კონკურენცია რამდენად დიდი იყო იმ თვალსაზრისით? კონკურენცია მე ვთვლი საკმაოდ იყო. საკმაოდ იყო. შეიძლება უზარმაზარ მასშტაბში ის არ ყოფილიყო, მაგრამ მე ვთვლი რომ საკმაოდ იყო იმის კვალობაზე. ჩვენი მოზარდების ასაკობრივი ზღვარის შეფარდებით იყო საკმაოდ შეფარდებული, დიახ, და გადაწყვეტილებაც მე ვფიქრობ იყო საკმაოდ მიუკერძოებელი, ობიექტური და მე რას ვფიქრობთ, ძალიან ხშირად მე ვფიქრობ, რომ აი პირიმზეს წარმატება განაპირობა
მისმა რეპერტუარმა. დიახ. თორემ ხალხური საკრების ანსამბლების მეტი რა არის, არა? ძალიან ბევრი ხალხური საკრების ანსამბლებია, მაგრამ განაპირობა მე ვფიქრობ იმ კონკრეტულმა რეპერტუარმა სწორად ჰქონდა შერჩეული. რა რეპერტუარს ხელმძღვანელს და თქო ნინოს ისაუბრებს რეპერტუარის. წარმოდგენილი ჰქონდა არა მარტო სავოკალო და საორკესტრო ელემენტი, ასევე ჩართული იყო ცეკვის ელემენტები. დიახ, შეგვიძლია ვიხილოთ ეს კადრებიც თუ იქ. დიახ, შეგვიძლია ვიხილოთ. დიახ, ბატონო დავით, თუ არის შესაძლებელი, რიგით მეორე ვიდეოც ვიხილოთ და სადაც ქალბატონი ნინო განაგრძობს და გვიამბობს რეპერტუარის შესახებ. აი ეს გახლავთ მუსკომედიის სახელმწიფო თეატრი. ცნობილი პრესტიჟული თეატრი, როგორც ჩვენთან რუსთაველის თეატრი, ანალოგიური პრესტიჟულობის, აი ანსამბლი პირიმზე დგას სცენაზე უკვე. და ეს არის მხოლოდ ფრაგმენტი ქალბატონო ნანა. ეს არის თუ შემოხეული პოპური, ვირჩევ პოპურებს მეტწილად, იმიტომ რომ პოპურში ჩართული არის არაერთი ნაწარმოები, არამედ 3-4 ნაწარმოები, სადაც ხდება კომბინაციური სვლა, როგორც მუსიკალურად, ასევე თეორიულადაც და ამით მეტ სწავლობენ ბავშვები, ვიდრე ერთი კონკრეტულ, თუმცა ვთავთ ერთ კონკრეტულ სრულ ნაწარმოებსაც, რომ თავიდან ბოლომდე იხილოს შესაძლებლობა მაქსიმალურად ერთ სრულ ნომერში შეურიმათ. ვცდილობ, რომ იყოს შინაარსით დაცული, როგორც მხატვრული მხარე, ასევე შემოქმედებითი და იყოს ვიზუალური ეფექტიც ლამაზად დაცული და ასევე ეხონური ჩაცმული. რასაც უდიდეს ყურადღებას აქცევენ და მოდიოდნენ ტურისტები, გთხოვდნენ ფოტოგრაფიას. მაპატით ნინო გაწყვეტინებთ აი სწორების კადრები, როდესაც უკვე ხდება პირიმზეს დაჯილდოება. ემოციას აშკარად. რა თქმა უნდა, ემოციის გარეშე ვერ ჩაელი და ის რომ პირიმზე შეფასებული იქნა გრან-პრით, კონკურს ფესტივალის გრან-პრით. კიდევ ერთხელ ეს იყო უდიდესი ბედნიერი წუთები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც არაერთი ბედნიერი წუთი რა თქმა უნდა, მეტს ვიშრომებთ კიდევ ლამაზი პროგრამა შევთავაზოთ. ნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს და ალბათ საინტერესო დიახ, და ქალბატონო არ დაგავიწყდეთ ეს დეტალი, რომ როდესაც აჟიტირებულები იყვნენ უკვე ბავშვები, აი ამ ყოველივეს შემდეგ, უკვე შედეგის შემდეგ ამ კონკურს ფესტივალმა ფაქტიურად გადაინაცვლა უკვე ფოიეში სახელმწიფო თეატრის იმ მხრივ, რომ მოძმესომხებმა და ქართულმა ბავშვებმა ექსპრომტად ერთმანეთი ნახეს, განლაგდნენ ექსპრომტად ფოიეში და ექსპრომტად ესე იგი კომპოზიცია ცეცხლოვანი კომპოზიცია. ცეცხლოვანი. აი თუ არის შესაძლებლობა პატარა ფრაგმენტის სახით მაინც რომ ნახოთ, ძალიან კარგი იქნება. აი იქნება ეს კადრები, ნაჩვენები. დიახ. ჩვენი მოზარდები, გახარებულები უკვე შედეგით და ასევე მარცხნივ. ესე იგი მოძმესომხები ერთობლივად სერიოზული კომპოზიცია გააკეთეს, ისე რომ კარგ ახას ნახევარი საათი ფაქტიურად ჩვენ ვერ გამოვედით ფოიედან და აი ანსამბლის მოსწავლეებით მათ გამიმართლეს იმედები. ბედნიერი ვართ იმანებ და სამუსურებ ანსამბლს მომავალ წინსვლას გამარჯვებულ გზაზე ებლოთ. უდიდესი მადლობა ბავშვებო, გილოცავთ ამ გრანდიოზულ გამარჯვებას. ეს რაც შეეხებოდა ფოიეში ექსპრომტად შესრულებულ ნომერს და ქალბატონო. ეს ბოლოს უკვე ფინალური შეკრება. სხვა დეტალებიც უნდა გვიამბოთ, ხო, როგორც იცით ქალბატონო მაკა, მადლობების ქალი რიგის არიაც კი მიიღეთ, ხო? თუ არის შესაძლებელი, თუ შესაძლებელია, გთხოვთ ვანახოთ მაყურებელს ის პრიზი, ის ლამაზი მედალი ორიგინალური და ის დიპლომი, რომელიც გადაეცა ანსამბლ პირიმზე. ეს გახდათ დიპლომი, პრიზი და ულამაზესი საჩუქარი, რაც გადასცეს პირიმზე დამსახურებულად, რადგან ყოველთვის შეიძლება ჟიურიც კი ვერ საზღურავდეს. დიახ. იმდენი ობიექტურობით, მსოფლიო მასშტაბით, აი ამ მსოფლიო გამოცდილების სივრცეში, ყველაფერს როგორც საზღურავს მაყურებელი. დიახ. მაყურებელი არის შკალა, მაყურებელი არის პირდაპირ განსაზღვრელი, იმიტომ რომ იმდენი აპლოდისმენტები რაც ქონდა პირიმზეს, მე ეჭვება ქონოდა თუ ტრაბახში არ ჩამერთმევა, მეჭვებ ქონოდა იქ რომელიმე ანსამბლს, იმიტომ რომ პირიმზე წარსდგა 4 უსერიოზულესი კომპოზიციით და მინდა ვთქვა რომ ჩაიფიქრა ქალბატონმა ნინომ რომ ეს 4 კომპოზიცია ქართული. დიახ. სხვადასხვა კომპოზიცია ურთულესი მე ვიტყოდი ასაკთან შეფარდებით ძალიან რთული ბავშვებისთვის ეს გაართვეს თავი
ბოლოს დაასრულა ნინომ არცახით არცახი სომხური არცახი ცნობილი კომპოზიცია და რაღაცა 2-8 ტაქტი მონიშნა ისე რომ ბოლოს რაღაც მადლობის ნიშნა დაღარელოდა უკვე ამას მაყურებელი და ესეც ერთგვარი დიპლომატიური სვლა იყო რიგგარეშე გაუბედა იყო ქალბატონმა მაკამ აღნიშნა თავისი კრიტერიუმები რა მოტივითაც შეეძლოთ მოგენუსხათ ხო ჟიური თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო პირველ რიგში არის გულწრფელობა სცენაზე და რასაც ასრულებ, უნდა ასრულებდე მთელის ბოლომდე დახარჯო. ბოლომდე დაიხარჯო. და შინაარსი უნდა გამორიცხულია. უნდა გადმოიცემოდეს შენი გამომეტყველებით. შენ უნდა გრძნობდე იმას, რასაც ასრულებ და რაც მთავარია, მე როგორც ხელმძღვანელი და ვცდილობ, რომ ბავშვებში სწორედ ეს პუნქტი იყოს მეტად გაძლიერებული და ის ზედაპირულად არ უდგებოდეს საკითხს. გულით ასრულებდეს და მაყურებელიც მე უკვე შენთან არის და ჟიური თავისთავად ამას ყველაზე აფიქსირებს მე მგონი შევცელით და გვირგვინი ქალბატონო ნანა არ დაგვავიწყდეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში რომ ეს საპროდიუსერო კომპანია Art Production-ი არის საკმაოდ ესეთი ხედვის როგორ გითხრათ იცით ძალიან სწორი ხედვის მართლა განსხვავებული და მართლაც განსაკუთრებული საპროდიუსერო კომპანია სხვა კომპანიებთანაც ქონია შეხება მაგრამ იცით რა არის გარდა იმისა რომ ბავშვებს მიეზღოთ ობიექტური შედეგი და ისინი გახდნენ გრან-პრის მფლობელები და გამარჯვებულები აი ამ მასშტაბური კონკურს ფესტივალისა არ დააყოვნეს და დაგვაწიეს უკან ასე ვთქვათ ვრცელი მადლობის წერილები მადლობის წერილები და მადლობის წერილები გამოუგზავნეს საქართველოში ვის გამომიგზავნეს როგორც პროდიუსერს ძალიან გამეხარდა გამოუგზავნეს ქალბატონ ნინოს გამოუგზავნეს მადლობის წერილი გადაეგზავნა მამაო ერმალო ნიკოლაიშვილს ეს გახლავთ ის კერა რომელ კერაშიც მოღვაწეობს ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე და საოცარ გარემოს ქმნიან კეთილ განწყობილ გარემოს ძალიან უწყობს ხელს ამ ყველაფრისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უდიდესი მადლობა პირველ რიგში მამაოს ნიკოლოზ ნიკოლაიშვილს და მთელ პედაგოგიურ კოლექტივს რომლებიც ყოველთვის განიცდიან თითოეულ ჩვენ გასვლას და ელოდებით გასაკვირველია და მთავარი ქუთაისის რესურს ცენტრის უფროს ბატონ გიგაციბაძეს რომელიც მთელი წერილი მიუვიდა ელექტრონულ პოსტაზეც და გვერდზეც და ასევე წყალტუბოს რესურს ცენტრის უფროს ბატონ მამუკა ჭხეტიას. ანუ ჩვენ მათ წასვლა გულწრფელად. მე ვფიქრობ მართლაც რომ გამოიღო შედეგი. შედეგი, დიახ. ჩემთვის უდიდესი ახალმეტაბი და პატივი არის ნამდვილად. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ მე თითოეულ თქვენთაგანს ფოლკლორულ ანსამბლ პირიმზეს ვილოცავთ თითოეულ მაგას აი ამ წარმატებებს აი გეგმების შესახებ დიახ და ნინოს აქვს რაღაც გეგმა აუცილებლად მაგრამ ვიდრე მივალთ უშუალოდ გეგმებამდე და საერთო მიზნებზე მოდით თუ კი დაინტერესდება ვინმე და სურს რომ დაგიკავშირდნენ თქვენ მშობლებს გულისხმობ, ახალგაზრდებს გულისხმობ, როგორ უნდა გიპოვონ, სად უნდა გიპოვონ, როგორ მოგაწვდნონ ხმაზე უშუალოდ. ჩვენი ბაზა მუშაობს ქალაქ ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნომერ 1 სასწავლებელში, ეს ტერიტორიულად არის ბუხაიძის 9 ნომერში. თუ კი სურვილი ექნებათ, მოგმართონ და მე შაბათ-კვირას ფუნქციონირებს. შაბათ-კვირას დღის აი 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს მაქსიმალურად 3 ჯგუფი. ასაკობრივ ზღვარზეც გითხარით ხო? ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ აქვს 4 წლიდან თუ კი ბავშვი დაჯილდოებული არის ამ ბუნებრივი ნიჭით 4 წლიდან უკვე არის საკმაოდ დიდი პოტენციალი ბავშვში რომ დაიწყოს მან ამ გზით სვლა და შეუძლია აი დაახლოებით 30-34 წლისაც მყოლია რა საინტერესოა რა ხელოვნება ასაკს მოგმართა მე გულის სიხარულით ამევსო რომ ამ ასაკშიც აქვს სურვილი რომ შეისწავლონ ეს კარგი ქალბატონ ნინოს გამორჩა დეტალი უბრალოდ ის ვერ უთქვის ამ დეტალს ეს დეტალი უნდა ვთქვა აუცილებლად მე ასე მგონია არა ბევრს არ შეგაწყენთ მე მხოლოდ ვიტყვი იმას რომ ეს არ არის ხაზგასმით რიგითი ანსამბლი სადაც შეისწავლება მხოლოდ ფანდურზე დაკვრა, სალამურზე, ტამტამებზე, არა ბატონო, ეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ აი ხმამაღლა ვაცხადებ მომისმინოს ტელემაყურებელმა მისმინოს ყველამ თუ გინდათ რომ ნატურალური, ნამდვილი
მეცადინეობის გემო ნახოთ. მშობლებო, ეხლა ეს რეკლამად შეიძლება ჩაგვეთვალოთ ერთგვარად. თუმცა კარგ საქმეს ვაკეთებთ და იყოს. თუ გნებავთ, რომ თქვენს წვალებას, შრომას ჰქონდეთ შედეგი. თუ გნებავთ, რომ ბავშვი მოწყვიტოთ ეგრეთ წოდებულ დღეს არსებულ ესეთ კომპიუტერულ სივრცეებს და დააკავოთ ხო აგერ და დააკავოთ და გამონაკლისია ქალბატონი ნინო იმ ხრივაც რომ მას არ გააჩნია არანაირი საათობრივი ზღვარი ფაქტიურად გამოწურულები ბოლომდე გამოწურულები მიდიან ბავშვების სახლში და მე რომ მშობელი ვარ და უშოთ მეც მშობელი ვარ ხო ყოველთვის არჩევანს გავაკეთებდი ჭკვიანურ სვლას გავაკეთებდი და არავითარ შემთხვევაში ჰაერს არ გავატანდი ბავშვის პოტენციალს და სწორად იმ სწორ რელსებზე დავაყენებდი სადაც უნდა დავაყენო. იმიტომ რომ ეს თვალსაჩინოა რა. ძმრის დენამდე ფაქტიურად როცა მეცადინეობს ბავშვი პედაგოგთან ერთად, აი ამას ქვია საქმე. აი ეს იძლევა მხოლოდ შედეგს. თორე ის ქალბატონო არა რომ დღეს არავის არ უკვირს გასტროლზე წასვლა და წამოსვლა ანსამბლებისა მაპატიეთ, მაგრამ ხშირად გასაგასტროლო ტურნები ასოცირდება მხოლოდ აუზში ჩახტომასთან, ხშირად ასოცირდება მხოლოდ ეგრეთ წოდებული რუჯის მიღებასთან. ჩვენ შორსა ვართ ამგვარი რაღაცებისაგან. იქ რუჯიც შეიძლება იყოს, აუზი შეიძლება იყოს. არა, მაგრამ პრიორიტეტი ეს არ არის უბრალოდ გასეირნება და გამოსეირნება ჩვენი საგასტროლო. ჩვენ ძალიან დიდი მისიებით და სულად სერიოზულ წრეში ვუყურებთ, არ ხუმრობთ, მე მგონი არ ხუმრობთ, არა? პროფესიული გასწრებით და ასევე ყველა ნორმალური და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ასეთ ძალიან ცოტა საქართველოში, ძალიან ცოტა თიძე ჩამოსათვლელია, მე ვიტყოდი მსგავსი კერა, სადაც სწორ მიმართულებას აძლევენ ბავშვებს. ცოტა მეტი მომივიდა ეს, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო და ძალიან ჩვენი მადლობის წერილი. დიახ, ვიხილოთ ხო ბატონო? ვიხილოთ, იმიტომ რომ ანალოგიური მადლობის წერილები მოვიდათ რესურს ცენტრებსა და აი ეს გახდათ მადლობის წერილი უშუალოდ სომხეთისაგან გადმოგზავნილი ყველა იმ ჩვენთაგანის მიმართ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ყოველთვის ვისაც თავისი ღვაწლი აქვს, ღვაწლი აქვს, და აუცილებელია თითოეულ ადამიანს უნდა დაუფასდეს მისი გადადგმული ნაბიჯი კეთილი საქმისადმი და ეს აუცილებელი პირობაც არის, რომ შემეძლოს მადლობის თქმა მოსწავლესაც იგივეს ვასწავლი, რომ მან შეძლოს დანახვა, რას აკეთებს თვითონ და რას აკეთებენ მას კეთილი საქმის ერთი ისეთი დეტალი გამოგრჩა ამასობაში, რომლის არ თქმა არ შეიძლება არ იქნებოდა სწორი. ჩვენი გვიმასპინძლა, როგორც თქვი, წახკაძორმა, სამთო სათხილამურო კურორტმა და სასტუმრო, რომელშიც ვიყავით დაბინავებული, სასტუმროს დირექტორი ბატონი მიგრანი, იმდენად ბრწყინვალეთ, იმდენად არაჩვეულებრივად დახვდა, შეხვდა ჩვენს კოლექტივს. გულისხმიერ. არაჩვეულებრივი იყო ეს სითბო, ეს სიყვარული და მათ ბავშვებს მოუწყო უდიდესი დღესასწაული. ძალიან მნიშვნელოვანია ხო მაშინ დღესასწაული მოუწყო, ბანკეტი გაუმართა ბავშვებს, ბანკეტი მოუწყო, დისკოტეკა მოუწყო ბავშვებსა და მშობლებს და უცებ ჩაქრა შუქი და შემოვიდა პირიმზე, სახელზე პირიმზე, აი ესეთი წარწერით ძალიან ესეთი ლამაზი ტორტი. ეს ყველა მოხდა დეტალები, რითაც დაიხუნძლენ ეს ჩვენი ბავშვები ამ შტაბეშტილებებით და ესემოციები როგორ სჭირდებოდათ ხო მათ შემდგომ ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით სასტუმრო. წინა დღე იყო უკვე კონკურსის წინა დღე იყო და მან ეს განწყობა არაჩვეულებრივად შექმნა. არაჩვეულებრივად უკვე ბავშვები პოზიტიურად იყვნენ ამ ქვეყანაში მათ აფასებდნენ. ეს უკვე იგრძნეს ეს სიყვარული, ეს პატივისცემა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალბატონებო, თქვენი სამომავლო გეგმები რა შემდგომარეობს? ჩემი სამომავლო გეგმები არის რომ არა მხოლოდ აი ამ შემადგენლობით წარვადგინო ჩემი ანსამბლი მომავალ კონკურს ფესტივალებზე, არამედ უფრო ფართო მასშტაბით გვყავს კიდე ჩვენ ბაზა ნიჭიერი ახალგაზრდობის და ვეცდები რომ უფრო ფართო სპექტრით, უფრო მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარსდგეს ანსამბლი, მეტი მოსწავლე, მეტი მოზარდი დაკავდეს ამ ბედნიერი წუთებიც მიიღოს და ამ საქმით ანუ ვფიქრობთ რომ გაერთიანდეს პატარა თაობა და ეს თაობა უკვე გამოცდილი თაობა ამ ზაფხულზე უნდა მოხდეს ეს გაერთიანება. სინთეზი მოხდება ხო? იმიტომ რომ გვაქვს სერიოზული გეგმები ძალიან.
თავად მშობლებსაც გაუკვირდება დარწმუნებული. რას უკავშირდება ამ დროისთვის არ გვეტყვით, ხო? დაიტოვებთ მცირედ საიდუმლოს. არა, ეს უკვე სასიამოვნო სიახლები რომ გოლოდება ფაქტია, ხო? ნამდვილად. ბევრი მოულოდნელი იქნება. ეს იქნება მშობლებისთვის მოულოდნელი ძალიან სულები. მხოლოდ სულები განპირობებული იქნება პატარა ანუ ახალი უფროსწორები და უკვე აი ამ არსებული თაობის გაერთიანების ჩვენ შევძლებთ სერიოზული ინოვაციური პროექტების წარდგენას. მე როგორ გჭირდება ინოვაციები? ინოვაციები გჭირდება ძალიან. ექსპერიმენტები, საინტერესო ექსპერიმენტები. მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, არაერთ გზის შევხვდებით ერთმანეთს. თითოეულ თქვენთან გასგისურვათ ძალიან ბევრ წარმატებას. ქალბატონო მაკა, თქვენ განსაკუთრებულად გისურვებთ, რომ აი ეს მუხტი, რომელიც გაქვთ თქვენი და შემდგომ უკვე არაერთი ადამიანის წარმატების საწინდარია, ასე რომ გისურვებთ ხელისუფლების განმავლობაში გქონდეთ ის ენერგია, რაც ეხლა გაქვთ და გაორმაგდებოდეს. არ მოიკლოს, მოკეთ თამამად შემიძლია თქვა ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. არ შემიძლია პირიქით სანაცვლოდ არ გადაგიხადოთ მადლობა ტელეკომპანია მეგატივს მუხტი უღრმეს მადლობას ეს უკვე ჩვენი მეორე შეხვედრაა ქალბატონო ნანა პირველი შეხვედრაც გქონდა ჩვენ გარკვეულ თარიღთან დაკავშირებით და თითქოს დაბედებული ვით გვაქვს ეს გაზაფხული ეს მეგატივისთან შეხვედრა და ესეთი ეთერი ესე რომ დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. აი ამ თემატიკით დაინტერესებისთვის. იმიტომ რომ დღეს იშვიათია ამა თუ იმ ტელევიზიას აინტერესებდეს ეს თემატიკა. ეს თქვენგან წამოსულია, ეს წინადადება, ეს მოწვევა და ყველაზე მეტად მახარებს სწორად ეს ინიციატივა წამოვიდა თქვენგან. და გულწრფელი ადამიანის სადარაჯოზე ყოველთვის ვართ და ეს შეიძლება ძალიან კარგი სამყოთ ნიშად შეიძლება გამოვიყენო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ დიდ მადლობას გადაგიხდით. წარმატებებს გისურვებთ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობდა არაერთ გზის გესახელებინოთ საქართველოს მის ფარგლებს გარეთ და მის ფარგლებს შიგნითაც კი ბედნიერ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით ნახოთ. მადლობა. კარგად სანდრა. ზურფასო ტელემაყურებლებო, ამასობაში სრულიად საქართველოში 13 საათი 48 წუთი შესრულდა. უნდა დაგემშვიდობოთ იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო თავისივე ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. გადაცემის სტუმრებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საპროდიუსერო კომპანია ჯადოს ნორხმებთან არსებული ქალაქ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნომერ 1 სასწავლებლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი პირიმზეს ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო სილაგაძე და ანსამბლ პირიმზეს პროდიუსერი საქართველოს ხელოვანთა კავშირის წევრი მოზარდ და მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი და მუსიკოსი ქალბატონი მაკა ტრაპაიძე. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის, წარმატებულ დღეს გისურვებთ და აუცილებლად შევხვდებით ხვალ ერთმანეთს, ასე რომ გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.